საქართველოს გადარჩენა ვერ შეიძლებოდა, რადგან საერთაშორისო მიზეზების გამო რუსეთი და ოსმალეთი მათ შორის ყოფილი სახელმწიფოს მოშლას იმედოვნებდნენ. სიტყვებს დროებით და გაძლიერებამდე არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმიტომ რომ უკვე 1920 წელს რუსეთი ისე გაძლიერდა, რომ დაიპყრო აზერბაიჯანი და სომხეთი. რაც შეეხება სიტყვებს დროებითი, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან დროებითი შეიძლება იყოს არა კვირა და 20 წელიწადი, არამედ ეს წერილი გენერალ გიორგი კვინიტაძეს ეკუთვნის. დოკუმენტი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენაზე მოგვითხრობს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ დღესაც ბევრს საუბრობენ და მიზეზთა ჩამონათვალიც არც თუ ისე ცოტაა. თუმცა ყველა თანხმდება, რომ მაშინდელი სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პატარა ქვეყანას დიდი ჩრდილოელ დამპყრობელზე გამარჯვების შანსი თითქმის არ ჰქონდა. 1921 წლის 25 თებერვლიდან ზუსტად 93 წელი გავიდა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართულ იუნკერთა პირადი მასალები, წერილები, გენერალ კვინიტაძის მუნდირი და სხვა მნიშვნელოვანი საბუთები ინახება. როგორც ისტორია მოგვითხრობს, მიუხედავად დამარცხებისა, იუნკერთა თავდადება ყოველი ჩვენგანისთვის სამაგალითოა. იუნკერებმა 1921 წლის თებერვალში, განსაკუთრებით თებერვლის მეორე ნახევარში, როდესაც წითელი არმია თბილისს მოადგა, თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელასთან და კოჯერთან ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მცირერიცხოვანი იყვნენ, მიუხედავად ამისა, რომ წითელი არმია იყო უფრო მრავალრიცხოვანი. ძიმე ბუნებრივი პირობების მიუხედავად, მაგალითად თოვლი იყო, ციოდა ზამთარში, მათ შეძლეს წითელი არმიის შეტაკებების მოგერიება, წარმატებით მოგერიება, მათი უკან დახევაც კი რაღაც პერიოდით და საბოლოოდ თუ მიუხედავად ამისა, მართალია საქართველოს იმ პერიოდში ისტორია მაინც იმით დასრულდა, რომ 21 წლის 20 თებერვალს ქვეყანა გასაბჭოვდა, ანუ მოხდა ოკუპაცია, მაგრამ იუნკერებმა თავისი როლი, თავისი წვლილი შეცდომოთ შეასრულეს, ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს და რაც თავარია იმ შეცდომოთ შეასრულეს. ის დავალება და ის მითითება, რაც მათ სამხედრო თვალსაზრისით ჰქონდათ მიცემული. საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გენერალ გიორგი კვინიტაძის, ელისე პატარიძისა და ვანო ნანუაშვილის პირადი საარქივო მასალები გამოიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ნიმუშებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები გაეცნენ. სპეციალურად მათთვის ცენტრის თანამშრომლებმა იუნკერთა მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე ბავშვებს ასევე საშუალება მიეცათ გენერალ გიორგი კვინიტაძის მიერ 1968 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუ მოესმინათ. როგორც თავად მოსწავლეები ამბობდნენ, დღემდე იუნკერთა შესახებ მცირე ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მოსმენულმა მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და მომავალში ამ ისტორიას გულმოდგინედ შეისწავლიან. არის ივანო ნანუაშვილის საარქივო მასალა წარმოდგენილი, არის ასევე გიორგი კვინიტაძის ჩანაწერები. გიორგი კვინიტაძე ჩვენ წარმოადგენთ ამ გამოფენაზე როგორც იუნკერთა სკოლის ხელმძღვანელი, მასთან დაკავშირებული მოგონებები, რაც უკავშირდება იუნკერთა სკოლას. მოგხსენებათ, რომ იუნკერები 25 თებერვლის ყველაზე დიდი გმირები არიან და თან ისინი არიან ახალგაზრდები. ეს ძალიან კარგი თემა იქნებოდა სტუდენტებისათვისა და მოსწავლეებისთვის. მანქანოსან იუნკერებში და მცირე ინფორმაცია, მაგრამ დღესდღეობით რა თქმა უნდა უკეთესად გავიგო ყველაფერი და მეპირადად ძალიან ვაფასებ მათ საქციელს, იმიტომ რომ მათ თავიანთი საქციელი ტიპური სამშობლოს სიყვარული და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მაგალითია ნამდვილი ქართველი ვაჟკაცებისთვის. თავსადამწმენია როკების შესახებ აქამდე არაფერი, მაგრამ დღესდღეობით უკვე ვიცი. დღეს უკვე ვიცი, რომ მათ საქართველოსთვის თავი გაწირეს და ისინი გმირები არიან. შემეცნებითი საუბრის შემდეგ კონკურსის ჯერიც დადგა. წერილები იუნკერებს, მოსწავლეთა ჯგუფმა საკუთარი ფიქრები და შთაბეჭდილებები სწორედ მათ გაუზიარეს. საბოლოო გამარჯვებული კი მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სკოლას სამახსოვრო საჩუქარს გადასცემენ. გამორჩეული წერილი კი ცენტრის სოციალური ქსელის გვერდზე აიტვირთება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება კონკურსი წერილები იუნკერებს. ყოველი ჯგუფი, რომელიც მოვა 7 მარტის ჩაქვით ჩვენ ცენტრში პროგრამაზე, ჯგუფურ წერილს მისწერს იუნკერებს. პროგრამის ბოლოს გამოვლინდება 3 საუკეთესო წერილი და ამ წერილების ავტორი ჯგუფები დაჯილდოვდებიან. სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირებს, სტუდენტებსა და მეცნიერებს გამოფენის ხილვა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 7 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.